ამ ვიდეოში მოგიყვებით ამ აპლიკაციის შესახებ, რომლის მიზანიც არის, რომ დაგეხმაროთ ინგლისური სიტყვების სწავლაში. სანამ უშუალოდ აპლიკაციაზე გადავალთ, მინდა უცებ, რომ ფუნქციები რაც არის, ისინი გაჩვენოთ. ესე იგი, პირველ რიგში, ძირითადი პრინციპი სწავლის, ეს არის სასწავლო ბარათები. სასწავლო ბარათი რაც გულისხმობს, რომ აქვს ორი მხარე, წინა და უკანა და მაგალითად, წინა მხარე შეიძლება ეწეროს ინგლისური სიტყვა და უნდა ეცადოთ გაიხსენოთ რა არის შესატყვისი ამ ინგლისური სიტყვის ქართულ ენაში. და მეორე შემოატრიალებთ ბარათს, შეაფასებთ, რამდენად სწორად გაიხსენეთ, ხო? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამ სწავლის პროცესის არის ზოგადი სისტემა, ინტერვალური გამეორება, ინგლისურად spaced repetition ქვია, რაც გულისხმობს, რომ რაღაც დრო დაგამახსოვრდეს, ხო? მნიშვნელოვანია ამ ახალი ცოდნის გამეორება დროთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, ხო? ახლა ჩვენს აპლიკაციაში გვაქვს ესეთი განრიგი, ხა 5-1 იგულისხმება ყველა ის სიტყვა, რომელიც ჯერ არ გაქვთ მასწავლი, ხო? და პირველად რო ისწავლით, ის გადავა მეორე ყუთში. მეორე ყუთი უკვე იქიდან აპლიკაციებს გიჩვენებთ, უბრალოდ სიტყვებს გიჩვენებთ მეორე დღეს. და ამ მეორე დღეს უკვე უნდა ეცადოთ, რომ გაიხსენოთ, ხო, რაც მასწავლი ქონდათ გუშინ. თუ სწორად გაიხსენებთ, მერე გადავა შემდეგ ყუთში. და როგორც ხედავთ, ეს დღეების რაოდენობა იზრდება და ყოველ ჯერზე, როდესაც სწორად გაიხსენებთ, ხო? უფრო მეტი გრძელი პაუზა იქნება, სანამ ამ სიტყვას ისევ დაინახავთ და თუ სწორად გაიხსენეთ მნიშვნელობა, ის გადავა მეშვიდე ყუთამდე და ესე ბოლოს უკვე მეშვიდეჯერაც რომ ასე თქვათ დაადასტურებთ, რომ გახსოვთ, უკვე საწყობი ქვია პირობითად, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს სიტყვა დაგამახსოვრდათ, ხო? თქვათ რომელიმე ეტაპზე, ხო, ამ 2-დან 7-მდე ეტაპზე, ხო, რაც ვერ გაიხსენეთ და თქვით, რომ არ მახსოვს, სიტყვა ისევ გადადის პირველ ყუთში და თავიდან იწყება ეს პროცესი. ახლა ამ ინტერვალური გამეორების სხვადასხვა ვარიანტები არის, სხვადასხვა რაოდენობა არის გამეორების და ასევე სხვადასხვა თქვათ რაოდენობა არის დღეების ამ გამეორებებს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ესეთი ვარიანტი შევარჩიეთ, ყოველ შემთხვევაში ამ პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ანუ ახალი შექმნილი აპლიკაცია არის და ხო, შემოვალში შეიცვალოს. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი სწავლის პროცესის არის ეს თვითონ ბარათებზე რას ხედავთ, ხო? გვაქვს ამ ეტაპზე 4 ვარიანტი და პირობითად ესეთი სახელები ქვია თარგმანი, უკვე თარგმანი, ამოცნობა და განმარტება. თარგმანის დროს რა ხდება, რომ ბარათის წინა მხარეს ვხედავთ ინგლისურ სიტყვას, ასე ვთქვათ, კითხვა არის ამ შემთხვევაში ინგლისური სიტყვა და პასუხი იქნება, რომ გავიხსენოთ რა არის ქართული სიტყვა შესატყვისი ამ ინგლისური სიტყვის. იგივე პრინციპით, პირიქით იქნება უკვე თარგმანი, ვხედავთ ქართულ სიტყვას, უნდა გავიხსენოთ ინგლისური. ამ შემთხვევაში ეს ორენოვანი ბარათები გამოდის და ამოცნობა და განმარტება უკვე არის უშუალოდ მარტო ინგლისურ ენაზე. ხო, ამ შემთხვევაში ამოცნობაში გულისხმება, რომ ბარათის წინა მხარეს იქნება სიტყვის განმარტება ინგლისურ ენაზე და უნდა ასე ვთქვათ ამოიცნოთ რა არის სიტყვა, რომელსაც ეს განმარტება გამოხატავს, ხო? და ანუ განმარტება თვითონ მეოთხეს ესე ქვია, იმიტომ რომ ხედავთ წინა მხარეს ბარათის ინგლისურ სიტყვას და თქვენი მიზანი არის, რომ განმარტოთ რას ნიშნავს ეს სიტყვა. ესეთი ვარიანტები არის, შეგიძლიათ ცვალოთ იმის მიხედვით, როგორ გინდათ რომ ისწავლოთ. რაც შეეხება სიტყვებს, გამოყენებული არის აპლიკაციაში ეს NGSL, ესეთი სიტყვების ბაზა არის, ძირითადად ეს სია არის, ეს ამას ქვია New General Service List, რაც ქართულად დაახლოებით იქნება ახალი ზოგადი მოხმარების სია და მარტო თქვათ, ეს არის ბაზისური სიტყვები, ეს 2800 სიტყვა დაახლოებით, რომელიც რომ გეცოდინებათ, ხო, როცა დაეუფლებით ამ სიტყვებს, ჩათვალეთ, რომ ინგლისურ ენაზე ფაქტობრივად ნებისმიერი მასალის გაგება შეგეძლებათ, ეს იქნება ფილმები, წიგნები თუ ასე შემდეგ, ხო? ხო, აქ დავაზუსტებ, რომ გარდა ამ ბაზისური სიტყვების, გვაქვს თქვა თემატური სიებიც, მაგალითად ბიზნესში რაც გამოიყენება, ასევე სამედიცინო არის, აკადემიური და ესე ჯამში 10-მდე სია არის სხვადასხვა თემის. სხვა კიდე არის ესეთი ჩანართი არის, შეგვიძლიათ გადახედოთ სიტყვებს, რაც ჩამონათვალი არის, ეს უფრო სასწავლო არის, ფორიასნაირო დაზვერვოთ რა სიაში რა სიტყვები არის და ბოლოს ბოთაც საინფორმაციო გვერდიც გვაქვს, სადაც
აი ეს უფრო კარგად არის ახსნილი თვითონ ინტერვალული გამეორებაც, რაც გულისხმობს და თვითონ აპლიკაციის ფუნქციებიც. ეს რაც შეეხება ზოგადად მიმოხილვას, ეხლა უშუალოდ აპლიკაციაში რო განახოთ ეს როგორ გამოიყურება. ეს არის მთავარი გვერდი. გვაქვს ეს 4 ჩანართი. და მთავარ გვერდზე, ხო ახლა აპლიკაცია რო გამოვიყენე, რაც მიჩვენებს რაღაც რიცხვებს, ხო? თავიდან რო შეხვალთ, იქნება ესე იგი გაიმეორე 0 იქნება და ისწავლე 1800 რაღაცა იქნება, ხო? ესე იგი, აქ პირდაპირ შევიდეთ, მე დაწყებას დავაჭიროთ და ნახავთ როგორ მუშაობს. ეხლა მაგ დაყენებული ამ თარგმნის რეჟიმზე და მიჩვენებს ინგლისურ სიტყვას რა. მიზანია რომ გავიხსენო, ასე თქვათ, რას ნიშნავს, როგორ არის ქართულად ეს სიტყვა. მგონი ნიშნავს თუმცას, რა ვნახოთ. კი ბატონო, სწორად გავიხსენე, აგერ აქ მაზლ ქვემოთ ორ ვარიანტს გავიხსენე. თუ გავიხსენე და ვერ გავიხსენე, თუ ვერ გავიხსენე, ხო? მაგ შესაბამისად მოვნიშნოთ. ეხლა თუ გამოვიდეთ, ნახოთ რა მოხდა, ხო? აგერ აქ იყო 17, გახდა 16 და აქ ჩვენ სტატისტიკაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ მესამე ყუთში გახდა 2 სიტყვა. ეხლა არ მიჩვენებია, რომ 1 იყო, მაგრამ შეგვიძლია ეგ პრაქტიკაში ვნახოთ, რომ ნახეთ, ხო, 2 იყო. ეხლა რომ happen რაც ხდება, მაგრამ მოხდენა, ისე ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ გავიხსენე, ეხლა რომ გავიდე მესამე ყუთში მაქვს 3 სიტყვა. ანუ ახლა დღეიდან 3 დღეში, ხო, ისევ მიჩვენებს ამ სიტყვებს, რაც დღეს გავიხსენე. და ისე უნდა დავადასტურო, ისე უნდა ვიცოდო, რომ გავიხსენე, ხო? თქვათ, თუ ვერ გავიხსენე, ხო, თქვათ, young დავუშვათ, არ ვიცი. ვიტყვი, რომ ვერ გავიხსენე. და ეს სიტყვა გადავიდა ახლა ისევ პირველ ყუთში. და ესე 14 სიტყვა ახლა უნდა, ასე თქვათ, რაც წინა დღეებში მქონდა, ასე თქვათ, ნასწავლი, შევამოწმოთ ჩემი თავი მახსოვს თუ არა. აქვე ხედავთ, ბათის კუთხეში არის, ასე თქვათ, მიკროფონის დინამიკის ღილაკი, ამას დააჭერთ. ეხლა აქ ჩანაწერში შეიძლება არ ისმოდეს, მაგრამ ხო, ვიცი ხა თუ ისმოდა lead, წარმოთქვა ეს სიტყვა. პასუხის ჩვენება, გაძღოლა, less, აი ნაკლები, present, ხო, აი საინტერესო დეტალია, რომ present შეიძლება სხვასთან მნიშვნელობა ქონდეს. აქ თუ სწორად მახსოვს, საჩუქარი გვაქვს. ხო, საჩუქარი. ხო, ესეც, როგორც აღნიშნე, აპლიკაცია, ანუ ახალი შექმნილია, რაღაც ფუნქციები აკლია. ერთ-ერთი ეგ არის, რომ მაინც გათვალისწინება იმის, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში სიტყვა რას რომელი, ასე ვთქვათ, ვარიანტი არის მნიშვნელობის ამ სიტყვის, ხო? აი ესე მომენტ პირობითად გავიაროთ, მინდა გაჩვენოთ რა ხდება, როდესაც აი ეს ზემოთ ხედავთ, ხო, 6-14 მიჩვენებს, რომ რაც მქონდა გასამეორებელი, გასახსენებელი იქიდან რა ხდება მერე. როდესაც ამ სიას ბოლოში გავალ. აქაც ესე იგი ვხედავთ რაღაც ინფორმაციას დავაზუსტო, ესე იგი ვხედავთ რომელი მეტყველების ნაწილი არის, ეს რიცხვი რაც არის, ხო? ამ NGSL-ის სიაში რიგით მერამდენი არის, ხო, რაც უფრო მაღალი არის რიცხვი, რიგის რიცხვი, ასე ვთქვათ, მით უფრო იშვიათად გამოიყენება ეგ სიტყვა. და როგორც ხედავთ, არის ასევე ქართულენაზე განმარტება ამ სიტყვის. ბოლოში გავედით. ხო, ერთი დეტალიც აქ ხედავთ ეს წიგნებით არის, ხო, ამ რიცხვის რიგის რიცხვის გვერდით. ამასო დააჭერთ, გახსნის ამ სიტყვას dictionary.gz-ზე. ესეთი საიტი არის, თუ არ იცით, არის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, საკმაოდ კარგი ლექსიკონია, მე თუ მკითხავთ საუკეთესო, იმ მხრივ რომ აქვს ბევრი მნიშვნელობა სიტყვის, რაც კი აქვს მნიშვნელობა, ხო, სიტყვას, თქვათ classical, ხო, იმ ყველა ვარიანტს გიჩვენებთ. და ახლა ბოლოსკენ გავედით, suspend ნიშნავს რაღაცის დასრულებას, შეჩერებას. ვერ გავიხსენე, სწორად გამომდი და ეს მომნიშნავს, რომ ვერ გავიხსენე. აგერ რაღაცა უკავშირი არის, შესანიშნავია, რაღაცა გავედით ბოლოში და ახლა მიჩვენებს იმ სიტყვებს, რომლებიც ჯერ არ მაქვს ნასწავლი. პირობითად, ხო, ეს არ მაქვს ნასწავლი, ახლა რომ გავიდე, აგერ გამეორებაში 0 არის და ეს დანარჩენი უკვე ეს 2800 სიტყვა რაც არის NGSL სიაში, ამათ უნდა ჩავუყვე და, ასე ვთქვათ, ვისწავლო. Public საჯარო
თუ თქვათ ახალი იყო და ახლა ვისწავლე, დავჭერ რომ ვისწავლე, თუ თქვათ უკვე ეს სიტყვა კარგად ვიცი, უკვე ვიცი, ამას დააჭერთ და ეს გადადის, როგორც ვახსენე, ეს ბოლო ეტაპი, საწყობი იქ გადადის. ახლა კიდე რა ხდება ამ მთავარ გვერდზე? ეს რო ვახსენეთ, რომ გვაქვს 4 რეჟიმი სწავლის, აქედან ესე გადავრთავთ, დააჭერთ რაღაც ინფორმაცია არის, ეს რო აღარ გიჩვენოთ, შეიძლება აქ მონიშნოთ და მე უკვე მარტივად გადავრთავთ თითოეულ რეჟიმზე მეცადინეობის. თქვა თუ ისე მოგენდებათ, რომ ეს ინსტრუქციები ჩანდეს აქ, აქედან ქვემოდან ამ ფლაგზე დაჭერით, მაგასაც განაახლებთ. აქ სიტყვები C არის, თავიდან მონიშნულია ჩვენი ეს NGSL რაც არის ბაზისური სიტყვები, თუმცა როგორც ხედავთ არის სხვა სასაუბრო, ადაპტირებული საკითხავის და ასე შემდეგ, თქვა აკადემიური, ტოიკის გამოცდისთვის მომზადება, ბიზნესი, სამედიცინო ფიტნესი. ეს C-ები არის, შეგიძლიათ შეარჩიოთ. ერთი დეტალი მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ თარგმანი მარტო NGSL სიტყვებზე გვაქვს ჯერ, ამიტომ მეცადინეობის რეჟიმზე გამორთული არის, გამორთული რა არც არის სიტყვები ხო და ამიტომ გამორთულიც არის ეს ორი ვარიანტი, თარგმანი და კუთარგმანი მეცადინეობის რეჟიმი მარტო NGSL-ის სიტყვების C-ისთვის არის აქტიური. ეს დეტალი ესეთი რომ ვიცოდეთ. პირობითად მოვიდნახოთ ბიზნესის ლექსიკონი, ხო? აქაც უკვე ახალ C-ს გვიჩვენებს. აქ უკვე პროგრესი სხვა არის, იმიტომ რომ სხვა სიტყვები არის. ყველა 100% ჯერ პირველ ყუთში არის და დაწყებასო დავაჭერთ, ხო, ახლა აქ გვიჩვენებს ამ ვარიანტს, როდესაც მონიშნული არის პირველ გვერდზე გვაჩვენებს განმარტებას და უნდა მივხვდეთ რა სიტყვის განმარტება არის, ხო? ვნახოთ to put the profit on a previous investment back into the same place. Reinvest, გონი კიდე აქ ესე შეგიძლიათ მოვისმინოთ. To put the profit on a previous investment back into the same place. Reinvest კი ბატონო სწორი იყო. გამოვიცანი, მაგრამ თქვათ რომ ეს ვიცი. A collection of skills or accomplishments. Achievement. აჰა. ხო, რეპერტუარი, სინონიმი გამოდის. ხო, აქ ვთქვით ეს მეცადინეობის რეჟიმი, სიტყვების C-ა. აქ სტატისტიკები არის, ეს უკვე უშუალოდ მონიშნული სიტყვების C-ის სტატისტიკა არის, თავიდან ქვემოთ ზოგადი სტატისტიკა არის. ხო, ასევე შეგიძლიათ გადაართავთ აპლიკაციის ინტერფეისი ინგლისურ და ქართულ ენაზე. და აქ გვაქვს უკვე თვითონ ეს ჩამონათვალი რაც ვახსენე, ესე იგი როგორ მუშაობს, თავიდან ვირჩევთ, ესე იგი რომელი C-ის სიტყვები გინდა რომ ვნახოთ, მაგალითად ვნახოთ აკადემიური სიტყვები აკადემიაში. თქვათ მაგას განათლების ვინც აბარებთ მაგას განათლებაში ან რაც ეგ თემა გაინტერესებთ, ეს სიტყვები გამოგადგებათ. გვაქვს, ასე თქვათ, 1000-მდე სიტყვა, აქედან შეგიძლიათ თქვათ გაფილტროთ, თქვათ გვაჩვენოს ბოლო დაახლოებით 100 სიტყვა და დალაგებული რის მიხედვით, ხო, ეს არის რანგით ან ამბანის მიხედვით. აქ გვიჩვენებს ესე იგი თავიდან არის, ხო, ეს ინგლისური სიტყვა, ეს ცარიელი სივრცე, იმიტომ არის იქ დაეწარებოდა ქართული შესატყვისი სიტყვის, მე ეს რომელი მეტყველების ნაწილი, ასეთი სახელი, მე განმარტება, აქეთ ზედაკუთხეში, ესე იგი ამის გვი მოვისმინოთ. Seminar. და ლექსიკონის ღილაკიც. და სულ ქვემოთ ესეთი ინფორმაცია არის, ასე ვთქვათ, მეტა ინფორმაცია შეიძლება ვთქვათ, აი ეს ასოებით რაც არის, ხო, BSL, NOL, NGSL და ასე შემდეგ, ეს არის ეს სიტყვა, რომელ C-ებში გვხვდება. უშუალოდ ამ C-ში მე რამდენი რიგი აქვს, ხო? მე 800 არის და ჯერჯერობით მე პირველ ყუთში გვაქვს ეს სიტყვა, იმიტომ რომ ჯერ არ გვისწავლია. ხო, ეს არის ესე ფილტრი მოხსნათ. აქ ესე იგი მეტყველების ნაწილები შეგვიძლია გავფილტროთ და აქ რომელ ყუთში არის სიტყვა მაგის მიხედვით შეგვიძლია გავფილტროთ. პრინციპში ეს არის დანარჩენი აქ უკვე ეს არის როგორ ვისწავლოთ დამატებითი ინფორმაცია არის ამ 1800 სიტყვაზე. მე როგორ ვირჩევთ ამ C-ებს, ხო, თუ ჯერ არ გაქვთ ბაზა, ხო, ჯერ NGSL-თან დაიწყოთ და თუ თვით რომ გაქვთ რაღაც საფუძველი უკვე ცოდნა ინგლისურ ენაში უკვე ხო, შეგიძლიათ სხვა C-ები თქვენი ინტერესების მიხედვით შეარჩიოთ.
აი ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის, ხო, ეს პასუხის ჩვენებაზე, ხო? ანუ აქ როდესაც ჩვენ რაღაც მაგალითად ისე გადავიდეთ NGSL-ზე და სიმარტივისთვის ვნახოთ თარგმანი, გამეორება დამავიწყდა, რომ გამეორება აღარ გვაქვს, ბოლოში გავედი. აი თქვათ ეს სიტყვა ადრე ვისწავლე, ხო, და უნდა გავემეორე, ხო? ანუ აქ სანამ პასუხის ჩვენებას დააჭერთ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეცადოთ გაიხსენოთ. რას ნიშნავს, როგორ არის ქართულად ეს სიტყვა. ამას მინდა ხაზი გავუსვრო, თვითონ ეს მოქმედება გახსენების, ხო, როცა ვთქვით, რომ გაიხსენოთ, არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ არის, რაც რეალურად გეხმარება დამახსოვრებაში. ამიტომ ხო, ეს აპლიკაცია იქნება თუ რაღაც აიხებთ პირობითად მაგალითად რაღაც ფეხსაცმლის ყუთს და ეგ დაყოფთ სექციებად და რაღაც ქაღალდზე დაწერთ ამ ბარათებს, იქაც იგივე პრინციპი დაგჭირდებათ. ანუ ეს აპლიკაციის რუსი უბრალოდ ის არის, რომ უფრო მოხერხებულია, ხო, რაღაც ეს ყველგან თან გექნებათ, როცა გინდათ გახსნით ისწავლით, ხო, ოფლაინ მუშაობს. მაგრამ ხო ისე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამ მეთოდმა რო იმუშაოს, თქვენი მხრიდანაც არის საჭირო, რომ ერთი რო ხო ყოველდღე გავხსნათ აპლიკაცია და რაც იქნება გასამეორებელი, გასახსენებელი, ხო, გაიხსენოთ, ცალად რო გაიხსენოთ, ახლები ისწავლოთ და გახსენების დროს ეს პრინციპი დაიცვათ, რომ სანამ პასუხის ჩვენებას დააჭერთ, ეცადოთ ძალისხმევა გაწიოთ გახსენების, ხო? Health არის ნახევარი. სხვაში ვისწავლე, ხო, იქნებოდა გავიხსენე, ხო? ანუ თუ ვერ გაიხსენეთ, იქაც გულწრფელად რო უპასუხოთ, რომ ვერ გავიხსენე. ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ, რა შემთხვევაში ამ აპლიკაციას თქვენთვის აზრი არ ექნება. თვით შეფასებაზეც რაც თქვი, რომ გულწრფელი რო იყოთ, ყუთების სისტემაზე არის განმარტება, რაც თქვით, აღარ გამეორდები, დამატებითი ფუნქციები, გახმოვანება, dictionary-ზე ნახვა, უკან დაბრუნება, ხო, ეს გონი არ მიჩვენებია. აქ როდესაც ჩვენ მივყვებით, ხო, და ვპასუხობთ, თუ თქვა შეგვეშალა, ხო, შეგვიძლია უკან დავაჭიროთ და თავიდან შევაფასოთ. ჩვენი პასუხი შევცვალოთ. სხვა აქ ვგონი ესეთი არაფერი არ წერია, ხო, ეს მეცნიერების რეჟიმებზეც აქაც წერია, სწავლის ზოგადი რჩევები და დამატებით საკითხავი, ხო, თუ რაღაც ამ თემებზე დამიწერია ადრე რაღაც ინგლისურის სწავლაზე, ზოგადად სწავლის მეთოდებზე, თუ და გაინტერესებთ, სტატიებიც არის, შეგიძლიათ გაეცნოთ. რაც შეეხება გეგმებს, ბარემ აქ ვერ ვაღნიშნო. ესე იგი, ეს აპლიკაცია ახლა არის, თუ აქამდე მოусმინეთ ამ ვიდეოს, ესე იგი, დიდი ალბათობით გაინტერესებთ ეს თემა. ეს აპლიკაცია ჯერჯერობით არის, ახალი გამქვეყნებული არის, აქ თვითონ Play Store-ზე ჩანდა მგონი, რომ აგერ 27 დეკემბერს თავზე ჯერჯერობით ეს ადრეული წვდომის ეტაპზე არის, ანუ შეზღუდულია წვდომა ამ აპლიკაციაზე. ჩვენ უნდა გაიაროს ტესტირება და ამ ტესტირებისთვის, ასე ვთქვათ, ვეძებ ხალხს, ვინც დაინტერესდება ამ თემით და ხო, მოხალისეობრივად დატესტავს ამ აპლიკაციას. ტესტირებაში ესეთი რთული არაფერი არ არის. დაახლოებით მინიმუმ 12 ადამიანია საჭირო, შეგიძლიათ თქვენ იყოთ ერთ-ერთი, უკვე რამდენიმე ადამიანი მუშაობს და ნუ ხო, უფრო მეტი იქნება, ფიქრობ, უფრო მეტი შანსია, რომ მივიდეთ რეალურად 12-მა გამოიყენოს და გამოყენება ხო რა გულისხმობს, რომ 14 დღის განმავლობაში, ზედიზედ ყოველ დღეს 14 დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი უნდა აპლიკაცია გამოიყენოთ. ეს არის სულ, ეს რაც იგულისხმება ამ Play Store, Google Play Store-ს ეგეთი რაც მოთხოვნა აქვს ახალ აპლიკაციებზე, რომ სანამ საჯავოდ დაიდება, ხო? ეხლა მოძებნოთ Google Play Store-ზე არ იძებნება, იმიტომ რომ უნდა დამიკავშირდეთ ამ ვიდეოს აღწერაში ქვემოთ მექნება ფორმა შეავსოთ, ვისაც და გაინტერესებთ და ამ ფორმას რო შეავსებთ, იქ მეილია საჭირო, რომელთაც თქვენ Google Play-ს იყენებთ და დაგამატებთ ასე ვთქვათ ტესტერების გამომცდელების სიაში. ხო, სამალო გეგმებზე ვთ. ჯერ დადებულა აპლიკაცია, მაგრამ ბარემ რო რატო ღირდეს ხო თქვენთვის რო წული შეიტანოთ ამ საქმეში, ამ ეტაპზე რაც განახეთ ეს არის. იდეა აღნიშნა რომ აპლიკაცია უფასო იქნება და დავაზუსტებ რომ ეხლა რაც ვნახეთ ფუნქციები ესენი ნებისმიერ შემთხვევაში უფასო დარჩება. თუმცა ხო პროექტი რომ ასე ვთქვათ გრადი იყოს და განვითარდეს, რაღაც ეშილება იყოს რეკლამები, თუმცა ეს რეკლამებიც მეც არ მომწონს ზოგადად აპლიკაციებში რეკლამა რო არის, ამიტომ თუ იქნება რეკლამა, იქნება ისე რომ ხელი შემშლელი არ იყოს და ასევე ეგრეთ წოდებული
freemium მოდელი იქნება, ანუ რაღაც ფუნქციები ისე უფასოდ არჩება, free და ეს რაც ვნახეთ ახლა ხო ფუნქციები. და ნუ დამატებით რაც კიდე შეიქმნება, ხო ახლა გამიზნელდება თქმა როგორ იქნება, მაგრამ ხო რაღაც ფუნქციები იქნება ფასიანი, რაღაც ახალი ფუნქციები ისე უფასო. ეს ისე იმისთვის რომ პროექტი მდგრადი იყოს, განვითარდეს და ახლა რაც ვნახეთ, ხო როგორც ხედავთ ესეთი ვინც იყენებთ აპლიკაციებს ინგლისურის სასწავლე, ესეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის, ესეთი know-how ხო ამ ფუნქციებში, ერთადერთი ის რომ ხო ქართულ ენაზე არის და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მის განვითარებაში, რაც უკავშირის გაზიარებით და ხო, ასე ვთქვათ, როგორც აქტიური მომხმარებელი საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები. ნუ ახლო მომავალში რაც გეგმავთ ყველაფერი რაღაც წავიდა, არის რომ დავამატოთ მეტი თარგმანი სიტყვებისთვის, რაც ჯერჯერობით მარტო დაახლოებით 2800 სიტყვას აქვს თარგმანი და განმარტების თარგმანიც და მაგას ეგ დავამატოთ, ასევე განმარტება როგორც ნახავთ იმ სიებს რაც არის ხო, იმ სიტყვებს აქვს განმარტება, მაგრამ ბევრ სიტყვას არ აქვს. ბაზარში კი არის დაახლოებით 30000 სიტყვა, მაგრამ ბევრ სიტყვას აქედან არც ინგლისური განმარტებაც არ აქვს. მაგის დამატებაზეც ვფიქრობ. იცი ხო როგორც თქვენ განმარტება პირველი ნაწილი არის, თარგმნა ასევე მეორე რასაც ვფიქრობ და ხო, სხვა ფუნქციებიც კიდე რაღაცებზე არის იდეები, ახლა რო არ დავტვირთო ეს ვიდეო, ავიცი რამხელა გამოვიდა, გრძელი გამოდის 10 წუთს უახლოვდება თუ არ გადაცდა. მაგრამ რაღაც სხვა ფუნქციებზეც ვფიქრობ, რომელთაც შეიძლება საინტერესო იყოს, უფრო ეფექტურიც უბრალოდ ისე, ასე ვთქვათ, ეწოდებული თიზერივით, რო ვთქვათ, ერთი რაც საინტერესოა ჩემთვის რომ დავტესტო, აი წეღანად შეხვდა რაღაც სიტყვა ხო, present იყო. ეს present ახლა ეს არის როგორც საჩუქარი არსებით სახელი თუ როგორც ზმნა საჩუქნი ვიღაცას თუ როგორც პრეზენტაცია, ხო, ანუ ეგ ცალკეული მნიშვნელობა ვფიქრობ, რომ ღირს მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა როცა სწავლობს, ცალკე ისწავლოს და ჩემი გამოცდილებით შეიძლება არსებობს პორტალში მიდარ მინახავს უცხოურ აპლიკაციებშიც როგორც წესი, თითო სიტყვა ერთი ერთეული არის, ერთი ბარათი არის. კი, ბარათზე მეორე მხარეს მთელი ეს განმარტებები აქვს ჩამოწერილი ხო, სხვადასხვა მნიშვნელობის. მაგრამ ხო, როგორც წესი, ითვლება რომ რაღაც ერთხელ სწავლობ რაღაც სიტყვას და რა თქვათ მის ცალკეულ მნიშვნელობას. და ვფიქრობ, ერთ-ერთი მომავალი ფუნქცია ეგ იყოს, რომ დავტესტოთ, ნახოთ, აი ეს ცალ-ცალკე რო იყოს თითოეული მნიშვნელობა, უკეთესი თუ იქნება. და პლუს კიდე ბუნებაში ხო, რეალურ მეტყველებაში ან თუნდაც წიგნებში ან სხვაგან სიტყვები ცალკე ესე არ გვხვდება ხო, რაღაც თითო სიტყვა ხო ყოველთვის ესეთი ატომების სახით არ გვხვდება ხო, არიან ფრაზები ან წინადადებები არის. მაგასაც ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური რო იყოს სწავლა, დავამატებთ რაღაც ფუნქციას, რომ სიტყვა ახალი თუნდაც იყოს, არასდროს არ გვხვდებოდეს ცალკე ესე განყენებულად და ყოველთვის კონტექსტი ქონდეს ხო. მოკლედ ახლა რო არ ასე ვთქვათ, სხვა თემაზე რო არ გადავიდე, რაც მომავალ რაღაცებს უბრალოდ დაგაინტერესოთ ამ აპლიკაციის და ვთქვათ ტესტირებაში რომ მონაწილეობის მიღება რომ მოისურვოთ, ეს დეტალები მინდა გამეზიარებინა. აქ მეილი წერია, აქედან შეგიძლიათ აქ რო დამიკავშირდეთ, გიპასუხებთ ამ ვთქვათ მიიღოთ თუ მოისურვოთ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, ხო მოწვევას გამგეგზავნით და სხვა კითხვა რჩევა თუ ექნებათ, ეგეთ შეგიძლიათ პირდაპირ მოიწეროთ. და ბოლოს ხო უკვე ისე თან აპლიკაციის შესახებ არის ინფორმაცია, ეს NGSL-C შესახებ, ანუ ღია წოდომაში არის და შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ. ხო, ეს არის სულ. მადლობა ყურადღებისთვის და ველი თქვენს გამოხმაურებას. კითხვები, რჩევები, შენიშვნები მოიწერეთ.